გუდაურში ვატო ფიფიას სახელობის საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. დღეს მეხუთე ეტაპი გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული სპორტსმენები განსაკუთრებული პრიზებით და გარდამავალი თასით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება სპეციალურ სლალომში ჩატარდა, ხვალიდან მეექვსე ეტაპი დაიწყება და მონაწილეები ერთმანეთს უკვე გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას სვანეთის, გუდაურის, ბაკურიანის, თბილისისა და მთიანი აჭარის სპორტსკოლების წარმომადგენლები იღებენ. ტურნირი თბილისის მერიის, გუდაურის განვითარების ფონდის, კომპანია სილკნეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. დასკვნითი კვირა არის საქართველოს პირველობის და რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ჩვენი შეჯიბრია. მინდა ასევე ვთქვა, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში გუშინ მოიგო ალექს ბენიანიძემ და ჯაბუნა გელაშვილმა მეორე ადგილი აიღო ბრიტანეთის ღია პირველობაზე და აი ბოლო ერთ კვირაში რამოდენიმე საერთაშორისო ეტაპი მოიგეს ჩვენმა სპორტსმენებმა. ვატო ფიფიას სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაზე ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იასონ აბრამიშვილია. ამ მოთხილამურეს აქტიური სპორტული კარიერა დასრულებული ჰქონდა და სპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება ტურნირის დაწყების წინ მიიღო. არაჩვეულებრივად ჩატარდა ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თოვლი იყო დღეს თბილი ამინდიდან გამომდინარე მოშობილი რბილი თოვლი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიერა. საქართველოს თასის გათამაშებას სხვა ცნობილ ვეტერან სპორტსმენებთან ერთად საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქეთი ბოკერიაც ესწრებოდა. ყავს ძალიან კარგი სპორტსმენები, დიდი მომავალი აქვს ამას და ყველანაირად ცდილობენ, რომ ფედერაცია განავითაროს ეს საქმე და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის და ბავშვები ყავს ძალიან კარგი. ტურნირი სამასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. დღეს შეჯიბრი სპეციალურ სლალომში ჩატარდა. ხოლკი სპორტსმენები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან. ტურნირის გამარჯვებულების შედეგები სამთო სათხილამურო სპორტის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაცია ფიში გაიგზავნება. საუკეთესო ქართველ მოთხილამურეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასპარეზობის საშუალება მიეცემათ. ეს შეჯიბრები ნამდვილად შეუწყობს ხელს ამ ბავშვების განვითარებაში, რომლებიც შემდგომში აირჩევიან საუკეთესონი და წავლენ საზღვარგარეთ და იასპარეზებენ საზღვარგარეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში. საქართველოს საუკეთესო მოთხილამურეები კომპანია სილკნეტისგან მობილური ტელეფონებით და სხვა სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 2013 წლიდან კი მსგავსი სახის შეჯიბრებების ჩატარება სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში იგეგმება.